სახელითა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა. მოგესალმებით ბიბლია ყოველ დღე. მეგობრებო, ეს არის მართლმადიდებლური ქრისტიანული არხი და ჩვენ დღეს გილოცავთ, ვიწყებთ მარკოზის სახარებას. ეს არის ახალი აღთმა მარკოზის სახარება. ეხლა ძალიან მოკლედ იმის შესახებ თუ ვინ იყო მოციქული მარკოზი და ასე შემდეგ. მეგობრებო, მარკოზის სახარება არის უძველესი სახარება და დაწერილია დაახლოებით 60-70 წლებში. ხო, წმინდა მოციქულ პეტრეს ქადაგების საფუძველზე. შეიძლება ითქვას, მეგობრებო, რომ ეს არის პეტრეს სახარება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პეტრე მოციქულის ქადაგების საფუძველზე დაწერა, ესე იგი, ქადაგებდა და იწერდა მოციქული მარკოზი. ეკლესიის გადმოცემის თანახმად წმინდა მარკოზი იყო პეტრე მოციქულის მოწაფე და ხოლო მისი სახარება ასევე, როგორც ზემოთ თქვით, გამოგვცემს, რომ იმას, რასაც თვით პეტრე ქადაგებდა ქრისტეზე. ასევე უნდა ვიცოდეთ, მეგობრებო, რომ პეტრე, წმინდა მარკოზი არ ეკუთვნოდა, ესე ვთქვათ, 12 მოციქულს, შედიოდა, ის იყო არამედ ესე იგი 70-დან ერთ-ერთი მოციქული იყო და ქადაგებდა ქრისტეს სწავლებას ეგვიპტეში და ესე იგი გახდა ალექსანდრიის პირველი ეპისკოპოსი, სადაც მოწამეობრივად აღესრულა. ეხლა რა აზრი არის აქ? ანუ ყველაზე პატარა არის, ანუ თავების გულისხმობთ, ესე იგი აქ არის 16 თავი და მარკოზის სახარება განსაკუთრებულად გვიჩვენებს ქრისტეს როგორც ძეხვთისა, მოქმედებს სასწაულებით, ძალითა და მოწყალებით. ანუ ამ სახარებაში ქრისტე უფრო ხშირად მოქმედებს, ვიდრე ესე იგი საუბრობს, ასე თქვა და რაც გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი რწმენა საქმით ცხადდება. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ნამდვილი ესე იგი სახელი მარკოზის იყო იოანე. მარკოზის სახელი არის იოანე და ესე იგი მისი დედის სახლში, მეგობრებო, იკრებებოდნენ მოციქულები ლოცვაზე, წმინდა გადმოცემით გეცემანის ბაღში გაქცეული ყმაწვილი, გახსოვთ ხო? აი გეცემანის ბაღში რომ ყმაწვილი გაიქცევა, როდესაც მხოლოდ ვთქვათ სუდ არა ეცვათ, თავად მარკოზი არის. მარკოზი. ასევე უნდა ითქვას, რომ მარკოზი იყო მოციქული პავლე და ბარნაბას თანამგზავრი პირველ, ესე ვთქვათ, მისიონერულ მოგზაურობაში. დროებით ჩამოშორდა ესე იგი მათ და რის გამოც პავლესა ბარნაბას შორის უთანხმოება მოხდა, მაგრამ მოგვიანებით მარკოსსა და ესე იგი მარკოსმა სინანულით კვლავ დაიმკვიდრა ნდობა, ასე ვთქვათ, და პავლე მას ესე ვთქვათ სასარგებლოდ თანამოღვაწედ მოიხსენიებს. კიდევ ერთხელ გამიმეორებ, რომ წმინდა მარკოზმა, მოციქულმა მარკოზმა თავისი სახარება დაწერა მოციქული პეტრეს ქადაგებების მიხედვით, სავარაუდოდ რომში, ხო? წარმართებისათვის. მისი სახარება მოკლე და მოქმედებით სავსეა და გვიჩვენებს ქრისტეს როგორც ჭეშმარიტ ძეხვთისას, რომელიც იტანჯება, ჯვარს ეწმება და აღდგება კაცთა ხსნისათვის და ამაღლდება შემდეგ, ხო? და ბოლოს მარკოზის სიმბოლოა ლომი, ხო, ლომი ძალისა და ღვთაებრივი დიდების ნიშანი. აბა შეგვეციოს ქრისტე და დავიწყოთ ესე იგი ახალი აღთმა, მარკოზის სახარება, თავი პირველი, მუხლი პირველი. დასაწყისი იესო ქრისტეს ღმერთის ძის სახარებისა.
იოანე ოქროპირი აქ ამბობს, რომ მარკოზი თავისი სახარების ესე ვთქვათ, დასაწყისში აღიარებს იესოს ღვთაებრივ ბუნებად, ხო? ანუ ღმერთის ძედ უწოდებს ეს პირდაპირ მიუთითებს მეგობრებო ქრისტეს თანამდგომობაზე, ასე ვთქვათ, ღმერთთან, ხო? სახარება ნიშნავს, უწყება, ხო, მცნება, ანუ კეთილი ამბავი. მეორე მუხლი. როგორც დაიწერა ესაია წინასწარმეტყველის მიერ, აჰა, მე გზავნი ჩემს ანგელოს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს შენს გზას. წმინდა კირილე იერუსალიმელი ასწავლის, რომ იოანე ნათლისმცემელი იყო, მეგობრებო, ესე ვთქვათ, ის ანგელოზი მაცნე გნებავთ, რომელიც უნდა მოემზადებინა ხალხი მესიის მოსასვლელად. ეხლა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები წინასწარ ამცნობდნენ ქრისტეს მოსვლას და მის მომზადებას. ხო, საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ მთელი ძველი აღთქმა ეს არის, ესე იგი, მოასწავებს, გნებავთ ხატია, ესე იგი, სიმბოლურად ყველაფერი წინასწარმეტყველებები, ქმედებები, ყველაფერს მოასწავებს ქრისტეზე. და არის ძალიან ბევრი წინასწარმეტყველი, ერთ-ერთი ესე ვთქვათ, შეიძლება ასე ითქვას, საერთოდ ესაია წინასწარმეტყველს ეძახიან მეხუთე სახარებას, იმიტომ რომ იმდენ ძალიან ბევრი არის წინასწარმეტყველება ქრისტეს შესახებ. კარგი, შემდეგი, მესამე მუხლი. ხმა უდაბნოში ღაღადებლისა, გამზადეთ გზა უფლისა, გასწორეთ მისი ბილიკი. ბასილი დიდი გამარტავს. იოანე უდაბნოში ქადაგებდა სინანულს, ხო, რათა უფლის ადამიანების გულები მოემზადებინა მისაღებად, ხო, უფლის მისაღებად. ანუ გზის გასწორეთ მისი ბილიკები, რას ნიშნავს, მეგობრებო? ანუ გზის გასწორება ნიშნავს, რომ ჩვენ ცოდვებისგან განწმენდას ნიშნავს. და ესე იგი სიმართლისკენ უნდა მოვბრუნდეთ ჩვენ. ხო? ანუ გაასწორეთ მისი ბილიკები, ასევე სწორ გზაზე უნდა ვიარო, სწორია, ანუ სწორ გზაზე ნიშნავს ასევე ჩვენ სწორად უნდა ვიცხოვროთ, ხო? შემდეგი. იყო იოანე უდაბნოში, ნათლს სცემდა და ქადაგებდა ნათლის სცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად. ეხლა იოანეს ნათლისღება იყო მოსამზადებელი, ასე ვთქვათ, რომელიც ცოდვების აღიარებას და სინანულს მოითხოვდა, მაგრამ ეს არ იყო, რა თქმა უნდა, ჯერ სრული ნათლისღება, სული წმინდით, ხო, რომელიც თავად ქრისტე მოიტანდა, არამედ მხოლოდ მომზადება იმისთვის. მეხუთე მუხლი. გამოდიოდა მის მიმართ მთელი იუდეის ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი ნათლს იღებდნენ მისგან მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს. თეოფილაქტე ბულგარელი ასე გამარტავს, მეგობრებო, რომ ხალხი მასობრივად, ასე ვთქვათ, მიდიოდა იოანესთან, რადგან ღმერთმა გული აუღვივა, ასე ვთქვათ, სინანულისკენ. ცოდვების საჯარო აღიარება იყო განსაკუთრებული საქმე. ადამიანები აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს და ემზადებოდნენ მესიის მოსვლისთვის. ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი და ჭამდა კალიებს და ველურ თაფს. ხო? ჭამდა ველურ თაფს. აი ჩვენ ხედავთ აქ. ესე იგი ეფრემ ასურის გამარტებით, მეგობრებო, იოანეს მკაცრი ცხოვრება უდაბნოში გვიჩვენებს მის უდიდეს თავდაბლობას და უტყუარობას, ხო? ის არაფერს არ თქვა შეუწუხებია, ხო? და ამ ქვეყნიურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით არამედ მთელი ცხოვრება ღვთის სამსახურს მიუძღვნა. ქადაგებდა, მეშვიდე მუხლი, ქადაგებდა და ამბობდა,
მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი ვისი წინაშე იმის ღირსიც არ ვარ რომ დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. ეს ანუ კირილე ელისანდრელი გასწავლის მეგობრებო რომ იოანე თავდაბლად აღიარებს რომ ქრისტეს შედარებით არ დგას მის თქვათ შესადარებლად ანუ მონის უმდაბლესი საქმის ხო ხამლის გახსნის ეს ფეხსაცმელი თუ სანდლები თუ რაც იყო მაშინ უღირსობაც კი აღიარებს თავისთვის ხო ეს მიუთითებს ქრისტეს უსაზღრო ღირსებასა და ძლიერებას შემდეგ აგრძელებს იოანე ნათლისმცემელი მერვე მუხლიდან მეგობრებო ძალიან მნიშვნელოვანია თვალი გააყოლეთ ტექსტს რომ კარგად აღიქვამთ, კარგი გასაგები იქნება, კარგად აგემახსოვდებათ, კარგად გულში შევადათ თავში. მე თქვენ მოგნათლავთ წყლით, ხოლო ის მოგნათლავთ სული წმინდით. რას ნიშნავს ის მოგნათლავთ სული წმინდით? ამბროსი მედიოლანელია გამარტავს, რომ იოანეს ნათლისღება იყო მეგობრებო გარეგნული, ხოლო ქრისტესი შინაგანი, სულიერი. სული წმინდით ნათლისღება ნიშნავს ადამიანის სულის სრულ განახლებას და ღმერთთან შეერთებას. საერთოდ აქ უნდა ითქვას შემდეგი. მეგობრებო, უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ გავაგზავნებთ მეცხრე მუხლს, ნახეთ რატომ არის იოანე წინამორბედი, იოანე ნათლისმცემელი, წინასწარმეტყველი? საერთოდ ბევრი რა თქმა უნდა ნატრულობდა, ნატვრა ჰქონდათ და უნდათ რომ ეხილათ მესია, ხო? გულისხმობ ფიზიკური თვალებით, სულიერად ხედავდნენ ხო როგორც აი აბრამა დაინახა მესია. მაგრამ იოანეს წარმოიდგინეთ აი შუაში არის თითქოს და ანუ ძველ აღთმა და ახალ აღთმას შუაში დგას. ანუ რატო უდიდესი წინასწარმეტყველია ხო მან იხილა ქრისტე ხო ფიზიკური თვალითაც. ასევე უნდა ვიცოდეთ იოანე ნათლისმცემელი ის იყო 6 თვით ვთქვათ უფროსი ქრისტეზე ხო ანუ პირველი არის წინამორბედი ნახეთ 6 თვით არის ის უფროსი ის პირველი მოწამეობრივად აღესრულება ხო ის ქადაგებს პირველი ასევე მოწამეობრივად აღესრულება ასევე ესე იგი პირველი ჩადის ქვემოთ ჯოჯოხეთში და იქაც პირველი ქადაგებს რომ აი მალე ჩამოვა მესია ქრისტე რომელიც აღმოიყვანს თქვენ მართალ სულებს აი ესეთი პატარა რამ იოანე ნათლისმცემელზე კარგი გავაგზავნოთ მეცხრე მუხლი და იყო იმ დღეებში მოვიდა იესო გალილეის ნაზარეთიდან ნათელ იღო იორდანეში იოანესგან იოანე ოქროპირი ღვთის მეგობრებო თუმცა იესო უცოდველი იყო და არ საჭიროებდა ხო ეს სინანულის ნათლისღებას მან ეს მიიღო ჩვენთვის მაგალითად რათა გვეჩვენებინა თავმდაბლობა და ღვთის ნების აღსრულება ამით ის გაწმენდ ნათლისღების წყალს და ამ დროს როგორც მამები ამბობენ რომ ეს მოინათლა მთელი ესე იგი სოფლიოს მდინარეები თუ ოკეანე თუ ზღვები ყველა ესე იგი თქვათ გაიწმინდა წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა ცანი გახსნილნი და სული ღმრთისა მტრედივით გადმომავალი მასზე და გაისმა ხმა ზესით შენახარ ჩემი ძე საყვარელი რომელიც შევიტკბე მე ანუ ათანასე ალექსანდრელი ასე ასწავლის რომ და ამბობს რომ ღმერთი მამა საჯაროდ აცხადებს თავის ძეს და გამოყატავს კმაყოფილებას ესე თქვათ მისით მეგობრებო ეს არის ასევე სამების გამოცხადება მამა ლაპარაკობს ძე ნათლისღებას იღებს სული წმინდა გადმოდის და სულმა მაშინვე გაიყვანა ის უდაბნოში ნახეთ ბასილი დიდი როგორც განმარტებას გვაძლევს ამ
მე-12 მულზე სული წმინდა ქრისტეს უდაბნოში მიიყვან, სადაც მან უნდა გაიაროს გამოცდა, ხო? ეს გვიჩვენებს, რომ სულიერი ბრძოლა აუცილებელია ღვთის მსახურებაში, ესე ვთქვათ, შესასვლელად. შემდეგი 40 დღე დაჰყო უდაბნოში და გამოიცნებოდა სატანისგან, ხეცებს შორის ცხოვრობდა და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. იერონიმე ასწავლის, რომ 40 დღე სიმბოლურია, ხო, მოსეს და ელიას გავსად. ქრისტე გამოიარა, ეს თქვა, გამოცდა, რომ გვიჩვენოს, რომ ადამიანი შეიძლება გააიმარჯვოს ცდუნებებზე, ხო? ხეცებს შორის ცხოვრება აჩვენებს ასევე მის უფლებას ყოველივეზე, ხოლო ანგელოზთა მსახურება მის ღვთაებრივ ბუნებას. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა იესო გალილეაში და ქადაგებდა სახარებას ღმრთისას. და ამბობდა: გასროლდა ჟამი და მოახლოვდა ღმრთის სასუფეველი, მოინანიეთ და იწამეთ სახარება. გასულდა ჟამი, მეგობრებო, ნიშნავს, რომ ღვთის დაპირებული დრო მოვიდა. ღმერთის სასუფეველი არის ღვთის მეფობა ადამიანთა გულებში. სინანული და რწმენა არის ორი აუცილებელი პირობა ამ, ასე ვთქვათ, სასუფეველში შესასვლელად. შემდეგი მე-16 მუხლი. ხოლო როდესაც მიდიოდა გალილეის ზღვის პირას, დაინახა სიმონი და მისი ძმა ანდრია, რომლებიც ბადეს ისროდნენ ზღვაში, ვინაიდან მებადურები იყვნენ. და უთხრა მათ იესომ: მოდით, უკან გამომყევით და კაცთა მებადურებად გაგცევთ. რას ნიშნავს კაცთა მებადურებად გაგცევთ? გრიგოლ დიდი ასწავლის, როგორც მებადურები იჭერდნენ თევზს, ასევე მოციქულები იჭერდნენ ადამიანთა სულებს ღვთის სასუფევლისთვის. გესმით? ეს არის სიმბოლური გადასვლა მატერიალური შრომიდან სულიერზე. და ჩვენ ვიცით, მეგობრებო, რომ ესე იგი წარმოდიეთ 12-მა, ესე იგი განათლება არ ქონდათ მათ და 12-მა კაცმა ესე იგი მთელი სამყარო გააქრისტიანეს მილიონობით ხალხი. მათაც მე-18 მუხლი. მათაც მყისვე მიატოვეს თავიანთი ბადე და გაყვნენ მამას. ესე იგი იოანე ოქროპირი ამბობს, რომ მათი მყისიერი მორჩილება გვიჩვენებს ქრისტეს სიტყვის ძალას და მათ გულწრფელობას. ისინი ყოველივეს, საქმეს, ოჯახს, ქონებას, მშობლებს, შვილებს ტოვებენ ქრისტესთვის, ქრისტესათვის, რაც არის სრული თავდადების, თავგანწირვის, სიყვარულის, თავდაბლობის მაგალითი. იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედეს და მისი ძმა იოანე. იოანე, ეს ის იოანე, რომელიც ესე იგი იყო ყველაზე უმცროსი, რომელიც დაწერა მეოთხე სახარება და ბოლო წიგნი ახალი აღთქმის აპოკალიფსი, იგივე გამოცხოდება. იქიდან ცოტა რომ გამოვლო, დაინახა იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ბადეს კევსავდნენ ნავში. და მაშინვე მოუხმო. მათაც მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მუშებთან ერთად და გაყვნენ მას. კირილე იერუსალიმელი ამბობს, ისინი მამასაც კი ტოვებენ, ეს ნიშნავს, რომ ქრისტესადმი სიყვარული უნდა იყოს უმაღლესი ყველა ადამიანურ, ასე ვთქვათ, კავშირზე. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ახლა არ არის მშობლების უპატივცემლობა, არამედ ღვთის ნების პირველ რიგში დაყენება და ჩვენ ყოველთვის უნდა იერარქიულად პირველ ადგილას, ესე იგი, დავაყენოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე. დიდება და მადლობა მას ყველაფრისათვის. შემდეგ ვაგრძელებთ 21 მუხლით. მივიდნენ კაპერნაუმს
და მაშინვე შაბათ-დღეს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა მათ. უკვირდათ მისი მოძღვრება, ვინაიდან ის ასწავლიდა მათ როგორც ძალმოსილი და არა როგორც წიგნობარნი. ესე იგი, წიგნობარნი სხვებს, ასე ვთქვათ, ანუ სხვას იმოწმებდნენ და ვარაუდებს აკეთებდნენ, ხოლო ქრისტე ძალმოსილებით, უფლებამოსილებით, გრძნობით ასწავლიდა, რადგან თავად იყო ჭეშმარიტი ღმერთი. ჭეშმარიტება და ღმერთი. როგორ თვითონ ამბობს, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ აღდგომა, მე ვარ სიცოცხლე, ხო? იყო მათ სინაგოგაში უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი, რომელმაც შეხვირა და თქვა: რა ხელი გაქვს ჩვენთან, იესო ნაზარეველო, ჩვენს დასაღუპად მოსულ ხარ. გიცნობ, ვინცა ხარ ღმერთის წმინდანო. ნახეთ, მეგობრებო, ეშმაკი აღიარებს ქრისტეს, არა ვთქვათ, არა სიყვარულით, არამედ შიშით. იცის, რომ ქრისტე მოვიდა მისი ძალაუფლების დასამარცხებლად და ადამიანთა გასათავისუფლებლად. მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. ანუ ქრისტე არ დაყვება, ესე იგი, ეშმაკის მოწმობას, არამედ თუნდაც ჭეშმარიტი იყოს, ხო? აი აქედან, მეგობრებო, უნდა ვიცოდეთ ჩვენს, რომ ეშმაკი ჩვენ რასაც კარნახობს თუ ვეუბნებათ ჩვენ, თუ ქმედებით ჩვენ უყურებთ ან რაღაცა თქვა შეიძლება აზრი მოგვივიდეს, რომს მართალი იყოს, მართლაც საუბრობდეს, ხო? და რაღაც ფიქრები არა უნდა ავხვეთ არასდროს და სიმართლეც არ უნდა დაუჯეროთ ჩვენ ეშმაკს. ყველა მაცდურია, ის უდიდესი ფსიქოლოგია არის მას. მან იცის ჩვენი ქმედება, რა გვინდა ჩვენ, რა გვწყის, რა გვიხარია, რაზე, ესე იგი, ღიზიანდებით ჩვენი ქმედები, ჩვენი საქმე, ჩვენი მიმიქები, ჩვენი საქციელი და ასე შემდეგ. მან იცის ყველაფერი. ამიტომ უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე. Всё, აი ეს მეორედ მუდამ. ესე იგი, შემდეგი 26-ე მუხლი. შეარყია იგი უწმინდურმა სულმა და ხმამაღლა ყვირლით გამოვიდა მისგან. ანუ ეშმაკი ცდილობს უკანასკნელ შიშს გაუჩინოს ადამიანს, მაგრამ ქრისტეს ბრძანებას ვერ ეწინააღმდეგება. რა თქმა უნდა, ვერ შეეწინააღმდეგება. ეს გვიჩვენებს ქრისტეს აბსოლუტურ ძალაუფლებას, რა თქმა უნდა, ბოროტ სულებზე. შემდეგ განცვიფრდა ყველა ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ და ამბობდნენ: რა არის ეს? რა არის ეს ახალი მოძღვრება, რომ ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც ემორჩილებიან მას? თეოფილაქტე ბულგარელი ასწავლის, მეგობრებო, რომ ხალხი ხედავს, რომ ქრისტე არა მხოლოდ ასწავლის, არამედ ძალაუფლებითაც, ესე იგი, საქმეთაც აკეთებს, ხო, ეს არის უმთავრესი განსხვავება მასა და ყველა სხვა მოძღვარს შორის, მისი სიტყვა ქმედებად იქცევა. და მალე მისი ამბავი კიდით კიდემდე მოედო მთელი გალილეის მხარეს. სინაგოგიდან გამოსვლისთანავე სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იაკობსა და იოანესთან ერთად. ხოლო სიმონის სიდედრი და ნახეთ, აქედან ჩვენ ვიცით, რომ ანუ სიმონს, ანუ პეტრეს ყავდა ცოლი, ხო, ლაკი სიდედრია, სიდედრი. 30-ე მუხლი. ხოლო სიმონის სიდედრი ცხელებით შეპყრობილი იწვა და მაშინვე უთხრეს მისი ამბავი. ანუ ბედაპატივცემული ასწავლის მოციქულები ქრისტეს სთხოვენ დახმარებას, რაც გვიჩვენებს რწმენას მის გამკურნებელ ძალაში. ხო, ყოველი ავადმყოფობა შეიძლება იყოს საშუალება ქრისტესთან შესახვედრად.
ხელი მოვიდა, ხელი მოკიდა და წამოაყენა. მყისვე გაუარა ცხელებამ და ემსახურებოდა მათ. ხედავთ? ხო. ესე იგი, ქალის მყისიერი აღდგენა და სხვებისთვის მსახურება გვიჩვენებს, რომ ქრისტეს მადლი ადამიანის ძალას აძლევს არა მხოლოდ თავისთვის, არამედ სხვების სამსახურებისთვისაც. ხოლო საღამოს მზის ჩასვლისას მიგვარეს მას ყველა სნეული და ეშმაკეული და მთელმა ქალაქმა კარწინ მოიყარა თავი. მრავალი სნეული განკურნა სხვადასხვა სცენისაგან, მრავალი ეშმაკი განდევნა და არა თავდა ეშმაკებს იმის თქმის ნებას, რომ ისინი იცნობდნენ მას. ანუ ქრისტე აჩერებს ეშმაკებს, რადგან არ უნდა რომ მისი ღვთაებრივი ბუნება ეშმაკთან მოწმობით გახდეს ცნობილი. ესმით? ჭეშმარიტება უნდა გამოცხადდეს ღვთის ნებით, არა ბოროტი ძალების მიერ. ბასილი დიდი ასწავლის ასე გამარტავს. ხოლო ცისკრისას დილაუთენია ადგა და გამოვიდა, უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა. იოანე ოქროპირი ამბობს, ქრისტე ადრე ადგება ლოცვისთვის, რათა გვასწავლოს, რომ ყოველი დღე ლოცვით უნდა დაიწყოს. თუნდაც უზენაესი იყოს, მაინც პირადად ესაუბრებოდა მამას. ეს არის მაგალითი ჩვენთვის, რომ ჩვენს, რა თქმა უნდა, გამარტოებით უნდა ვილოცოთ. თან გაყვნენ სიმონი და მასთან ყოფნი. იპოვეს იგი და უთხრეს, ყველა შენ გეძებსო. ანუ ხალხის წყურვილი ქრისტეზე გვიჩვენებს, მეგობრებო, რომ ადამიანთა სულიერ, თქვათ, სულიერ სიღარიბეს, ხო და ღვთის მოთხოვნილებას. და უთხრა მათ, წავიდეთ მახლობელ სოფლებსა და ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის მოსულ ვარ. დადიოდა მთელს გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და აძევებდა ეშმაკს. მაშინ მიადგა ერთი კეთროვანი, ევედრებოდა და მუხლმოყრით ეუბნებოდა, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი გაწმენდა. და ჩვენს, მეგობრებო, ასე უნდა ვილოცოთ. უფალო იესო ქრისტე, თუ გნებავს, შეგიძლია რომ განკურნო, თუ გნებავს, შემიწყალე. და როგორ ერთგვარი ლოცვა სავითარე, ხედავთ, მეგობრებო, ნახეთ. თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი გაწმენდა. 51 მუხლი. შეებრალა იგი იესოს, ხელი გაიწოდა, შეეხო და უთხრა, მნებავს. განიწმინდე. წარმოიდგინეთ, ვინ თქვა მნებავს. აი ეს მთელი მზე, მთვარე, ოკეანების, დედამიწის, გალაქტიკების, მეგავარსკვლავების მთვარე, მთლიანი სამყაროს შემოქმედი ამბობს, მნებავს. ეს ხო მიუწვდომელია გონება, ვერ ჩაწვდება, როგორ აი სამყაროს შემოქმედი მოვიდა ადამიანად. ეს არის უდიდესი საიდუმლო, მეგობრებო. რომელიც ვერასოდეს ვერ ჩავწვდებით ჩვენ, როგორც წმინდა სამების, როგორ ესე ღმერთი ერთი და სამი პირით და ასე შემდეგ და კიდე ასე შემდეგ. ხო, ამის თქმაც იყო და მყისვე გაეყარა მას კეთრი და განიწმინდა. მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაისტუმრა იგი. ხედავთ, როგორ თავდაბალია უფალი, ყოველთვის თამდაბლურად იქცევა სიყვარული და თავგანწირული. აქ იჩეს თავდაბლობას, არავის არ უთხრაო. და ჩვენ ესე იგი, როდესაც ამას გავაკეთებთ, უცებ გვიდა რომ ვიყვიროთ და ესე იგი ყველამ გაიგოს. ჩვენ უნდა ვიბაძოთ ქრისტეს და მისგან ავიღოთ მაგალითი. უთხრა, იცოდე, ნურავის ნურაფერს ეტყვი, არამედ წადი ეჩვენე უღდელს და შესწირე შენი განწმენდისათვის, რაც ბძანა მოსემ მათ და
სამოწმებლად. მაგრამ ის გამოვიდა დაიწყო ქადაგება და მთელ ქვეყანას მოსდო მისი ამბავი ასე რომ იესოს აღარ შეეძლო ქალაქში აშკარად შესვლა, არამედ გარეთ უდაბურ ადგილებში იყო და მოდიოდნენ მასთან ყოველი მხრიდან. მოვჭით ჩვენ მეგობრებო და ყველა ვის მისმენდით შეგიწიროთ უფალმა და ასევე მინდა გთხოვოთ რომ გააზიარეთ ეს ვიდეო ესე იგი სოციალურ ქსელებში იქნება თუ თქვენს ნათესავებს გაუზიარეთ WhatsApp-ში, არ ვიცი, Messenger-ში, ანუ რომ ბევრმა ადამიანმა გაიგოს ესე იგი და მოისმინოს წმინდა მამის გამარტებით სახარება და რა თქმა უნდა ეს არის თქვენთვის უდიდესი მადლიც არის თქვენ შეეწათ წვილს ღვთისნების, ღვთისციტვის და ღვთის წმინდა წერილის გავრცელებაში. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთათან. ამინ. აბა გაიხარეთ, მადლობა.